საიდანაც მეცნობი. მე არ მეცნობი? არა, შენ არა, მე მეცნობი. მე არ მეცნობი, არ გიცნობ საერთოდ. შენზე არ მომბო, ჩემზე ვამბობ, რომ მეცნობი. აი რა უყო, დავუშვათ გეცნობი, მერე? დავუშვათ კი არა, ჩემი ნაცნობი ხარ, როგორ ახარ? კარგად. არა, ძალიან შეცვლილი ხარ, რო არ ვიცოდე, რომ ჩემი ნაცნობი ხარ, ვერ გიცნობდი. ცოლშვილი როგორ ყავს? არ მყავს ცოლშვილი. არ ყავს, მაგრამ ხო გეყოლება? ხო, ალბათ მეყოლება. ეგრე რა გულს მიხეთქავ? ბავშვები ხო კარგად? არა, არ მყავს ბავშვები. არც ერთი? არც ერთი არ მყავს ბავშვები. ეხლა არ მითხარი ცოლი მეყოლებაო? ცოლი რომ მეყოლება, ალბათ ბავშვებიც მეყოლება. ბიჭი, გოგო. გახსოვს მე და შენ ლექცია რო გავაცინეთ? არა, ლექცია, არ გიცნობ საერთოდ. თუ მე და კოტე ვიყავით, გახსოვს? ეცა, შენ და კოტე თუ იყავით, მე საიდან უნდა მახსოვდეს? არ ვიცნობ კოტეს? არა, არც შენ და არც კოტეს არ ვიცნობ. გაგაცნობ მე რა პრობლემაა? გამახსენდა, შენ იყავი მე მგონი ჩემი ლექტორი. არა, ლექტორი არასდროს არ ყოფილვარ. ნუ მაშინ ლექციებს მეკითხავდი. ლექტორი არ ყოფილვარ და ლექციებსაც არ ვკითხულობდი. მე მგონი მე და შენ ერთად დავდიოდით ფეხბურთზე, შენ იყავი მეკარე. არა, ფეხბურთზე არც დავდიოდი და არც მიყვარს ექსპორტი საერთოდ. არა, იმასაც არ უყვარდა, მაგრამ დადიოდა. მე მგონი შენ გაქვს ჩემი ვალი 100 ლარი და იმიტომ მეუბნები არ მეცნობიო. არა, 100 ლარი. 50? არც 50 საერთოდ არავის ვალი არც მაქვს და არც მქონია. ერთად-ერთხელ გამოვართვი თანამშრომელს 20 ლარი, ეგრევე დაუბრუნდი. ეგ იყო და ეგ. აი ხო ხედავ, ნელა გახსენდება შენც რაღაცეები. არაფერი არ მეხსენდება, არ ვარ შენი ნაცნობი. ისე პრინციპში არ გჭირდება ჩემი ნაცნობი რო იყო. რატო? რატო და განათლება შენ არა გაქვს. ვალებში იხშობი, ცოლს გაშორებული ხარ. ეგ რა შუაშია. თან მელოდი ხარ, წავედი რა. არ ვარ მელოდი. შემდეგი ნომერი სიტუაცია აფთიაქში. გამარჯობა, ქვემოთ სუპერმარკეტია? კი, ქვემოთ სუპერმარკეტია. მე აფთიაქი მინდოდა. ქვემოთ სუპერმარკეტია, აფთიაქი აქ არის. ქვემოთ რომ მითხრეს აფთიაქი ზემოთ არისო? კი, აფთიაქი ზემოთ არის, ანუ აქ. ზემოთ როგორ ავიდე? ზემოთ აღარ არის ასასვლელი, აფთიაქი აქ არის. დაიცალ. ქვემოთ ხო არის ჩასასვლელი? კი. ჩავიდე? თუ აფთიაქი გინდა აქ არის, ქვემოთ სუპერმარკეტია. ვერ გავიგე, იქიდან აქ გამომიშვეს, აქიდან იქ მიშვებ? შენ ვერ ახარ კარგად ცოტა. ვერა ვარ კარგად, იმიტომ მოვედი აფთიაქში. რა გტკივა? ყელი ნაყინი ვჭამე და ამტკივდა. მე მიდი ექიმთან. ვიყავი ექიმთან. მე რა ვექიმა? არაფერი არ გჭირსო. ნუ შეიძლება მართალია ექიმი. როგორ არის მართალი, რო წამოვედი, მე ვჭამე ნაყინი. კაი, რა წამალი გინდა? დიაზეპამი. დიაზეპამი არ არის ყელის. მე რა მთავარია გამიაროს. როგორ გაგივლის არ არის ყელის. აბარისია. ძილის. არა უშავს, დავიძინებ და გამივლის. აი, როგორც გინდა. ხო გამივლის. რავი, შენ როგორ გაქვს დაცდილი? რავი, ადრე ყელის წამალს ვამდი და მივლი და. ნუ ესე იგი ესეც გაგივლის. ძალიან კარგი, გაქვს დიაზეპამი. კი, გვაქვს, მაგრამ ურეცეპტოდ არ გაიცემა. ჩემნაირად რატო ლაპარაკობ? არ ვლაპარაკობ შენ ერთ. მაშინ მომეცი დიაზეპამი. დიაზეპამი ურეცეპტოდ არ გაიცემა. არა უშავს, იყოს რეცეპტით. სხვა ძილის წამალს მოგცე. კაი, და როდის უნდა დავლიო? ღამე ჭამის მერე. ანუ ღამე უნდა ვჭამო? კი, უნდა ჭამო და მერე დალიო. და რა უნდა ვჭამო? ნუ რავი, სულ ერთია, რაც გინდა ის ჭამე. რაც მინდა ის რო არ მაქვს? მაშინ რაც გაქვს ის ჭამე. რაც მაქვს ის შენ ჭამე. არ გაქვს საჭმელი? რა შენი საქმეა? ანალგინი მომეც თავი ამატკიო უკვე. არ გვაქვს ანალგინი, გაგვითავდა. აბა ამდენი რაღაც მალაპარაკე. ნუ თავიდან არ გითხოვს ანალგინი. იქნება დღეს? ნუ შეიძლება მოიტანო. ცოტა ხანში იქნება? ნუ შეიძლება. ხო არ მოუტანიათ?
არა, ესე მალე ვერ მოიტანე. კარგი, დაველოდები. და შეიძლება საერთოდ არ იყოს. კარგი, მაშინ მე სუპერმარკეტში ჩავალ და სანამ მოიტანენ, ალბათ თავიც გამევლის. კარგად.